მოგესალმებით. დღეს უნდა ვისაუბროთ მორიგ წიგნზე, რომელიც ითარგმნა პროექტის მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის კრეატიული ევროპა ფინანსური მხარდაჭერით. მაშასე ეს წიგნია გაელ ჟოსის ელის აილენდის უკანასკნელი მცველი. ასვადმევ დავანახო. აგერ ქალბატონმა თამარმა, რომელიც არის ამ წიგნის ფრანგულიდან მისი მთარგმნელი, გვანახა კიდევაც როგორ გამოიყურება ეს წიგნი. ქალბატონ თამარ, თქვენ უკვე მესამედ ხართ ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობთ გურანდა, ძალიან მიხარია, რაღაც ერთმანეთს მიეწყო ეს თარგმანები ბოლოს ამი და მიხარია რომ თქვენთან ერთად წარვადგენთ კითხვების წინაშე. დიდი მადლობა. მოდით მაშინ რამდენიმე სიტყვით გავიხსენოთ, ვინ არის გაელ ჟოსი, ხო, ეს არის თანამედროვე ფრანგი მწერალი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი გახდა თავისი ლექსებით. ის თუ კი გადავხედავთ მის სწავლა-განათლების პერიოდს, დავინახავთ, რომ ის სწავლობდა სამართალს, ჟურნალიზმს, ფსიქოლოგიას, მაგრამ დღეს ის არის ნამდვილად მთლიანად დაკავებული სამწერლობო საქმიანობით და ინტერნეტ ვებგვერდის რედაქტორადაც მუშაობს. ეს რაც შეეხება მის ფორმალურ საქმიანობას და მაგის გარდა ის აორგანიზებს ძალიან ხშირად მუსიკალურ და სამწერლობო ეგრეთ წოდებულ სალონებს თუ შეხვედრებს ზრდასრულებისთვის და მოზარდებისთვის. და სხვა შორის YouTube-ზეც არის შესაძლებლობა რაღაც ნაწყვეტების და ფრაგმენტების ამ სალონების ნახვის. რომანისთვის ელის აილენდის უკანასკნელი მცველი მას მიღებული აქვს როტარის კლუბისა და ახალგაზრდა ევროპელების ლიტერატურული პრემიები. სათაურიდანვე ეგრევე ჩდება ტოპონიმიკა, ხო, ეს ელის აილენდი და ბუნებრივია ძალიან საინტერესოა მისი ადგილმდებარეობა და ვიგებთ, რომ ეს კუნძული არის განლაგებული ნიუ-იორკში, მაგრამ რაც კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ 1892 წლიდან 1954 წლამდე დაახლოებით 12 მილიონმა მიგრანტმა იმისათვის სანამ შევიდოდა ამერიკაში, ხო ეს იყო მათთვის პირველი პუნქტი, სადაც გემიდან ჩამოსულებს მათ უტარდებოდათ სამედიცინო და სამართლებრივი შემოწმება. ამის საფუძველზე ზოგიერთს ეძლეოდა ნებართვა, რომ შესულიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთს კი არ ეძლეოდა და ისინი იძულებულები იყვნენ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სამშობლოში. დღესდღეობით იქ აღარ არსებობს ეს საიმიგრაციო ცენტრი, ბიურო თუ პუნქტი და სამაგიეროდ არის მუზეუმი, რომელიც შესაძლებელია მოინახულოს ტურისტმა და გაეცნოს ამ ადგილის ისტორიას, რომელიც ბუნებრივია, ინახავს ძალიან ბევრი ადამიანის საიდუმლოს, განცდებს, ისტორიებს და ძალიან მეტყველია როგორც სივრცე. კონკრეტულად ამ წიგნში, სხვა შორის არ არის დიდი მოცულობის წიგნი, არის ჯონ მიჩელის, რომელიც იყო ამ ელის კუნძულის საიმიგრაციო ბიუროს უკანასკნელი დირექტორი, ამ ესე იგი პერსონაჟის ფიქრებსა და განცდებს. ეს შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ ერთგვარ ფსიქოანალიზად, რომელმაც ჯონ მიჩელმა საკუთარ თავს ჩაუტარა და აი ამ უკაცრიელ, დაცარიელებულ კუნძულზე, სადაც ის უკვე მარტო არის დარჩენილი და დღეებს ითვლის, სანამ დაიხურება ეს საიმიგრაციო პუნქტი და მან უნდა ჩააბაროს მთელი ეს გასახები, ესე იგი ფედერალური უწყების წარმომადგენლებს და უნდა ოფიციალურად მოხდეს ამ ინსტიტუციის დახურვა. ის ეძლევა მოგონებებს, იხსენებს მიგრანტებს, იხსენებს საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ მიმართებას ამ მიგრანტების თუ ჩამოსულების მიმართ. ბუნებრივია ემოციები, შეცდომებით სხვა შორის გარკვეული თვალსაზრისით და ეს ყოველივე, ეს მისი წარსული, მისი მოგონებები არ აძლევენ მას მოსვენების საშუალებას, ლანდივით დასდევენ და ის როგორც შეპყრობილი ეძებს რაღაცას, ხო, ანუ ეძებს რაღაცაზე პასუხს, ეძებს რაღაც ჭეშმარიტებას და ეს ძალიან კარგად ვლინდება მის ფიქრებში თუ მოუსვენრობაში. საკუთრივ წიგნი კი იწყება ასე.
ელის აილენდი 3 ნოემბერი 1954. დღეს დილის 10 საათი. ყველაფერი ზღვით დაიწყო. ზღვიდან მოსული ამ ორი გემით, რომლებიც ერთ დღეს ნაპირს მოადგნენ, ჩემთვის ისინი არც არასოდეს წასულან. მათ ჩემი სული და ხორცი ჩაალურსმნეს თავიანთი ღუზებით და კაუჭებით. ყველაფერი, რასაც მეგონა რომ მივაღწიე, ერთბაშად ჩაიფერფლა. რამდენიმე დღეში სამუდამო დავემშვიდობები ამ კუნძულს, რომლის უკანასკნელი მცველი და უკანასკნელი ტყვევარ. კუნძულს უკან მოვიტოვებ, დანარჩენების სამყაროს შესახებ კი თითქმის არაფერი ვიცი. მხოლოდ 2 ჩემოდანი და ავეჯიდან რამდენიმე საცოდავი ნივთი მიმაქვს. სახსოვრად. ჩემი ცხოვრების სახსოვრად. ანუ ძალიან კარგად ვლინდება აი ამ პასაჟიდანაც რამდენი რამე იმალება ამ სტრიქონებს მიღმა, ხო? ანუ სულ შეიძლება 700 სტრიქონზე იყოს საუბარი, მაგრამ ამის უკან მთელი ცხოვრება დგას, ამის უკან მთელი ეს იმედები, ილუზიები, ოცნებები, მიზნები, შემდგარი, არ შემდგარი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ეს ყველაფერი აი რაღაც გადაიშლება და როგორც უკვე აღნიშნე, ფსიქოანალიზით იშლება ხელის გულზე ჩვენს წინაშე. ბუნებრივია საკუთარი ისტორიების გარდა, საკუთარი თვითრეფლექსიის გარდა, ჯონ მიჩელი ასევე იხსენებს სხვადასხვა პერსონაჟებს, მიგრანტებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ აქ და როგორც წესი ბუნებრივია გაურბოდნენ ან შიმშილს, ან ომს, ან აგრესიას და ეს ამერიკული ოცნებაც, ხო, რაც იყო, ეგონათ რომ იქ ოკეანის გადაღმა, იმიტომ როგორც წესი ეს მიგრანტები ძალიან ხშირად ან ევროპის ან აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ, ხო? შეძლებდნენ იმ ახალ ადგილას ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც მათთვის იქნებოდა, იმედი ჰქონდათ, რომ მათთვის იქნებოდა ბევრად უკეთესი. რაღაც თვალსაზრისით ამ ჯონ მიჩელში შეიძლება ჩვენ ფატალისტიც ამოვიცნოთ. თითქოს რჩება განცდა, რომ ის ძალიან ბევრ რამეს ბედი ღვალს აკისრებს და მას წამს გარკვეული თვალსაზრისით, რომ სხვანაირად ვერაფერი ვერ მოხდებოდა. აი ეს იყო ბედი, ასე ეწერა კონკრეტულ პიროვნებას და ასეც მოხდა. ბუნებრივია ის ასევე იხსენებს აი ამ სელექციის პროცესს, ხო, ანუ როგორი იყო არჩევა და გადაწყვეტილების მიღება, რომელი პიროვნება დარჩებოდა და რომელი პიროვნება არ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი პრივილეგირებულ ადამიანებზე, რომლებისთვისაც შესაძლებელია სულაც არ იყო ეს ელის აილენდი, ის პუნქტი, რომელიც მათ უნდა გადაელახათ იმისთვის, რომ ქვეყანაში შესულიყვნენ, არამედ უფრო მეტად აქ არის საუბარი არა პრივილეგირებულ საზოგადოებრივ ფენის წარმომადგენლებზე, რომელსაც უწევდათ ამ პირველი პუნქტის გავლა და მას სურდათ, რომ ნამდვილად ჩაებარებინათ ეს ტესტი და მათ მიეღოთ ნებართვა, რომ შესულიყვნენ ამერიკის კონტინენტზე. ძალიან მენიშნა, როდესაც მან ახსენა ზღვა, გემი და ღუზა. სხვათა შორის ამ წიგნის ფრანგულ გარეკანზე არის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთზე მაინც გამოცემაზე ღუზა და მართლაც როგორი სიმბოლურია, ხო? ეს არის ერთ-ერთი თეორია, რომ ცივილიზაცია ზღვიდან წამოვიდა და თითქოს ეს არის შესაძლებლობა, პროგრესი, გზა, რომელიც ხსნის ჰორიზონტს და ამავდროულად როგორ ჯონ მიჩელის შემთხვევაში ამ ზღვამ ერთ ადგილას მყოფი ამოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში და ამოგზაურა სხვადასხვა ადამიანის გულებში, იმიტომ რომ მას შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან და ისე რომ ფიზიკურად მას შეიძლება არ დასჭირდა გადაადგილება და ამავდროულად როგორ აღმოჩნდა ეს ერთგვარი ღუზა, ერთგვარი მიჯაჭულობა კონკრეტული ადგილის მიმართ და როგორი პარადოქსულია ეს პასაჟიც, რომელიც ყოველ შემთხვევაში პირადად მე ძალიან მენიშნა. თვითონ წიგნი არის ნაწილობრივ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ავტორის მიერ
როგორც არის გაცხადებული ერთ-ერთ ინტერვიუში, ძალიან ჰუმანისტური წიგნია, ანუ ეს ჰუმანურობის ღირებულება ნამდვილად ძალიან კაფიოთ არის გადმოცემული. და ერთ-ერთი პასაჟი კიდევ რომელიც ძალიან მესაინტერესოა, ეს იყო, როდესაც ჯონ მიჩელი ერთ-ერთი მიგრანტის გვარს, კოვაქსი, ანუ ორიგინალში ამ გვარს აქვს מחვილი, აი ამ ერთ-ერთ ესე იგი ასოს და როდესაც ჯონი ჩაწერს ამ გვარს, ის מחვილს გამოტოვებს. და ეს პიროვნება მას ეტყვის, რომ ჩვენ ადამიანები, რომლებმაც გამოვეკეცით სირთულეებს და რომლებსაც გვერგო წილად ის, რომ არ ვიცხოვროთ იქ, სადაც გავიზარდეთ და სადაც ყველანი გვიცნობენ, ნუ წაგვერთვა ამის შესაძლებლობა, იმის ღირსნი მაინც არ ვართ, რომ არ წაგვართვათ מחვილი. ხო, აი ამ გვარში და თვითონ მიჩელიც აი ამ მოგონებას, როდესაც მოვა მის ფიქრებში, როდესაც ამოუტივდება, ანუ მისთვისაც ეს ძალიან ისეთი საგულისხმო და მიმანიშნებელი პასაჟია, რომ ნამდვილად ხანდახან ეს სენსიტიურობა შეიძლება აბსოლუტურად უნებლიეთ, ხო, იყოს ერთგვარად დაქვეითებული, მაშინ როდესაც იმ ადამიანებს შეიძლება ყველაზე მეტად ეს რაღაც პატარა დეტალი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, იმედისმომცემი, მხარდამჭერი, იმის მიმანიშნებელი, რომ მათ მიმართ ღიანი არიან და მათი ბედი ადარდებთ. და ბოლოს ალბათ რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, ეს არის ადამიანისა და პროფესიის დამოკიდებულება, ხო? ანუ რა ზეგავლენა აქვს პროფესიას ადამიანზე, როგორ ზოგიერთ შემთხვევაში აფორმირებს პროფესია ადამიანს და ამაზეც ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ლექციაში იყო საუბარი, რომ ძალიან ხშირად სოციალური საუბრისას, გაცნობისას, როცა სოციუმში ვართ, ძალიან ხშირად ერთ-ერთი პირველი კითხვა არის რა, ანუ მოყევი შენი თავის შესახებ და ადამიანები ეგრევე იწყებენ ლაპარაკს იმაზე, თუ რას აკეთებენ, ანუ ამ შემთხვევაში საკუთარ პროფესიაზე. ძალიან იშვიათად, რომ ადამიანებმა დაიწყონ ან რაღაც თავისი შეგრძნებებით, ან იმით თუ რა უყვართ, რა არ უყვართ, აი რატომღაც შეიძლება ეტიკეტის ნაწილიც კი იყოს დღევანდელ დღეს, როდესაც ეკითხებიან, ხო, ანუ მოგვიყევით თქვენი თავის შესახებ, ეგრევე იწყება საუბარი პროფესიაზე, განათლებაზე და იმაზე, რაც აქედან გამომდინარე ეს პროფესია თითქოს აი ნამდვილად ძალიან ესეთი დიდი ნაწილი არის პიროვნების და ძალიან ხშირად უჭირთ ადამიანებს გაყოფა და განცალკევება საკუთარობის, საკუთარი მეობის და იმ პროფესიის და ამ შემთხვევაში ეს პროცესი არის ურთიერთზეგავლენის მქონე და ამ პერსონაჟის მაგალითზეც ეს ძალიან კარგად ვლინდება და ჩანს. მე აქ შევჩერდები და ქალბატონო თამარ, თქვენ ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე გექნება ჩვენთან გასაზიარებელი, მათ შორის ციტატებიც ამ წიგნიდან. გთხოვ. ორი ციტატა შევარჩიე, ნამდვილად წაგიკითხოთ. უბრალოდ მანამდე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ გამომცემლობის, რომ ამ წიგნის თარგმანი შემომთავაზა. იმიტომ რომ რაღაცნაირად მამოგზაურა ძალიან საინტერესო სამყაროში ისტორიულად. მე თვითონ ნამყოფი ვარ ელის აილენდზე და ნიუ-იორკში როცა ვიყავი მაშინ მოვინახულე და შეუძლებელია, მე მგონი არ არსებობს ტურისტი რომ ჩავიდეს ნიუ-იორკში და ელის აილენდზე არ გადავიდეს და არ ნახოს ეს მუზეუმი და თავისუფლების ქანდაკება. ძალიან ისეთი ლეგენდარული ადგილია ამერიკისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. ეს თავისუფლების ქანდაკებაზეც ვიწყდი ერთ-ორ სიტყვას 1886 წელს სწორედ ფრანგებმა დაამზადეს და საჩუქრად უბოძეს ამერიკელ ხალხს ფრანგი ხალხისგან მეგობრობის ნიშნად მისი ინჟინერიც გუსტავ ეიფელი გახლდათ. შემდეგ 92 წელს გაიხსნა სწორედ ეს იმიგრაციის ფედერალური ბიურო, ამასაც თავისი ისტორია აქვს, ის დაიწვა მერე რამდენიმე წელიწადში 97-ში და 90-ში თავიდან ააშენეს. და აი მას შემდეგ უკვე მოქმედებს იქ ნებისმიერი როგორც თქვენ თქვით და
ისედაც ცნობილია, რომ ამერიკაში ვერ შევიდოდა ვერანაირი ემიგრანტი, რომ არ გაევლო ამ კუნძულზე კარანტინი და შემოწმება. 12 მილიონმა მიგრანტმა გაიარაო თქვენ თქვით და რამდენი უკან დაბრუნდა. წარმოიდგინეთ, ესე იგი ნაწილი ხო უკან ბრუნდებოდა, ანუ ისინიც იქ იყვნენ ამ 12 მილიონის გარდა 12 მილიონი შევიდა, მაგრამ შეიძლება ერთი ამდენიც უკან დაბრუნდა. სხვათა შორის ამ ადგილს როცა თარგმნიტი გამახსენდა სკორტების მზე, ლორან გოდეს წიგნი არის ასეთი, თუ თქვენც იცნობთ, არ ვიცი. და იქ მიდიან სწორედ დაძმა, რომლებმაც იტალიიდან მიდიან, რომლებმაც მშობლები დაკარგეს, არაფერი ამ ქვეყნად არ აქვთ და აი ახალი ბედი საყრდნად მიდიან და ამ დაძმებიდან ერთ-ერთ სამნი არიან თუ არსები ერთ-ერთს აციება დაეწყება, რაღაც ატომბად სიცხე ექნება და არ შეუშვებენ ამერიკაში. და ამის გამო იძულებული გახდებიან, ვერ მიატოვებენ, მეორე დაძმა ვერ მიატოვებს ამ ერთ ძმას, რომ დატოვონ და თვითონ წავიდნენ, მართალია იმათ შეუშვებენ, ამ ერთს არა. ამ ერთის გამო სამივე უკან ბრუნდება შემდეგ იტალიაში. და აი იქაური ის, როდესაც ენჭის კითხულობდი, აი იქ იყო აღწერილი ეს ასოწარკვეთა, როცა არაფერი აღარ აქვს ადამიანებს, ყველაფერი თუ კი რამე ქონდა გააჩუქეს, გაყიდეს, მიატოვეს და უკან არ დაიტოვეს არაფერი და მიდიან ახალი ცხოვრებისკენ და უცებ ეს კარები იკეტება და უნდა უკან დაბრუნდა. ეს არის რაღაცა საოცარი განცდა. და ბრუნდები უკან და იწყებ ნოლიდან იმ ადგილას, რომელზეც უარი გაქვს ნათქვამი, ცოტა ხნის წინ. მეორე ამბავია, როდესაც შეგიშვებენ და უკვე იქ იწყებ ნოლიდან ყველაფერს, თუმცა რაღაცა იმედი მაინც გაქვს დაგაფასეს, პატივიცეს, თქვათ, ნება მოგცეს რომ შეხვიდე, ღირსად ჩაქთვალეს რომ შეხვიდე და ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს უკვე აძლევს სტიმულს და აძლევს ძალას ამ ადამიანებს რომ შევიდნენ, მაგრამ სანამ გაივლიან აი ამ კარანტინს და ამ შემოწმებას, აი ეს მომენტები არის აღწერილი წიგნში საოცრად. მე მინდა სწორედ ერთ-ერთი ნაწყვეტი წავიკითხო, როდესაც ჯონ მიჩელი უყურებს გემიდან ჩამოსულ მიგრანტებს, რომლებსაც აცვიათ თავიანთ ქვეყნებში მიღებული მოდის მიხედვით ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი. თუ კი რამე ქონდათ საუკეთესო, აი ის აქვთ შენახული, ან როგორ შეინახეს გემზე ისე, რომ არც დაულაქავდათ, ასე ქათქათა თეთრი პერანგები, თქვათ და რაღაც კაბები ქალებს და არც დაეჭმუჭა და აი რაღაცნაირად საოცრად შენახული, როგორ უფრთხილდებოდნენ მთელი ეს გზა, მიუხედავად იმისა, რომ გემებში ჩაპრესილები მოდიოდნენ. და აი ყველაზე ლამაზად იცვამდეს სწორედ მაშინ, როდესაც უნდა ელის აილენდზე გამოცდა გაევლოთ და მათი ბედი გადაწყვეტილი იყო, უშვებენ ამერიკაში თუ არ უშვებენ ამერიკაში. ერთ ნაწყვეტს წავიკითხავ, მირჩევნია იმიდან. მოსულების მზერაში შიში და მოლოდინი იხატებოდა. ასევე გაუბედაობა, თავდაუჯერებლობა. რამე ისეთი არ თქვან, ან არ გააკეთონ, რომ სამუდამოდ აეკრძალოთ სამოთხეში შესვლა, რადგან დანამდვილებით არავინ იცის რასელი არ მათგან, ესეც არ იცოდნენ მათგან რასელად. ბევრმა ტანისამოსიც გამოიცვალა გემიდან ჩამოსვლამდე, რაც კი საუკეთესო შემოენახა, ის ჩაიცვა, რათა გასაუბრებისას კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა. მათ წინ ქვეყანაში შესვლის გამოცდა ელოდათ. მამაკაცები ქათქათა თეთრ პერანგებში. გასაოცარი იყო, როგორ შეინარჩუნეს ამ მდგომარეობაში, როცა თვითონ 2 თუ 3 კვირა გაუსაძლის პირობებში მგზავრობდნენ. ქალები გრძელ ქვედაბოლოებში, მოკლე ქურთუკებსა და ნათელი ფერების ბლუზებში ყელყელაობდნენ. ეს ტანსაცმელი თავთავიანთ ქვეყნებში საამაყო იყო. აქ კი მხოლოდ ხაზს უსვამდა ჩვენსა და მათ შორის განსხვავებას. ქამრით შეკრული ფართო ბლუზები, მოქარგული ჟილეტები, ბეწვის ქუდები, გრძელი ჟავი კაფტანები, ტვიდის საჩეხიანი ქუდები, თმაში ჩაწნულ ჩამაგრებული ლენტებით, ახუნძრული მარგალიტის ან სხვადასხვა ფრად შეღებილი მინის ან მარჯნის მძივებით. ყველა ჯურის ხალხი ირეოდა, მათ მხოლოდ ერთი საერთო სიტყვა ჰქონდათ: ამერიკა. ყველა მხოლოდ ფიქრობდა იმაზე, რომ შესულიყო ამერიკაში და რაც შეეხება გამოცდას, აი აქაც ერთი პატარა ნიშანდობლივი ციტატა მინდა წავიკითხო. რას როგორ გამოცდას გადიოდნენ ისეთ გამოცდას, სადაც იცოდნენ რომ მათ ამოწმებდნენ და ასევე ისეთ, როცა თვითონ არ იცოდნენ, მაგრამ მათ
ასე იგი იქ არსებული სამედიცინო პერსონალი ჩუმად აკვირდებოდა ამ ხალხს, აბა რამე ავადმყოფობის ნიშნები ხომ არ ქონდათ ისეთი, რომ აეკრძალათ შემდეგ ამის გამო ამერიკაში შესვლა. ამ პროცესს ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს. ისინი კიბის თავზე ბალუსტრადას მიყნობილები იცქირებოდნენ ქვემოთ, ყალბი გულგრილი გამომეტყველებით, ვითომ ამ ხალხის საცოდაობის ყურება არაფერში აინტერესებდათ. რამდენიმე წამი, დიდი 6 ყოფნიდათ, რომ მომსვლელთა ბედი გამოეჭედათ. მათ საქმეში გაწმნილ გამოწრთობილ თვალს არაფერი ეპარებოდა. ხელში ცარცის ნატეხი ეჭირათ და შეუმჩნევლად ზოგიერთის ტანსაცმელს ნიშნავდნენ. ქურთუგზე თუ პალტოზე დასმული ეს ნიშანი ამბანის ასოს წარმოადგენდა და რომელიმე დაავადებას შეესაბამებოდა, რომელიც ან თვალშისაცემი იყო, ან სავარაუდო. აი სავარაუდოც თუ იყო, მაშინაც ნიშნავდნენ. ამგვარად ელ შეესაბამებოდა ფილტრებს, B ზურგს, თვალებს და ასე შემდეგ. და როდესაც გადადიოდნენ შემდეგ პუნქტში ეს იმიგრანტები იმის და მიხედვით რა ნიშანი ეწერა დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გადიოდნენ და საბოლოოდ ესეც იყო ერთ-ერთი ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლების მიერ გამოტანილი ვერდიქტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. ადგილზევე მკურნალობა, ზოგჯერ ესეც იყო შესაძლებელი. პათოლოგია არ გამოვლინდა, კერძულთვისებიანი პათოლოგია თუ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. ეს იყო ვერდიქტები. და აი ამ ვერდიქტის მოლოდინში კარანტინში იმყოფებოდნენ იმიგრანტები. შემდეგ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი იყო, მეორე მსოფლიო ომი იყო, სხვა მიზნითაც იყენებდნენ ელის აილენდს, აქ მოჰყავდათ ომის ტყვეები, ესეთი პერიოდიც ჰქონდა ამ კუნძულს. დღეს, როგორც თქვით, მუზეუმია და კიდევ ერთ წიგნში საინტერესოა აი ამ თვითონ ისტორიული ფაქტების გარდა პერსონაჟებიც არიან ისტორიული. მაგალითად, საუბარია ბოლო პერსონაჟზე, ეს იყო არნე პიტერსონი უკანასკნელი წარმომადგენელი არ უკანასკნელი ტყვე კუნძულზე, ასე ვთქვათ, რომელმაც გადააცილა ვიზის ვადას, მეზღვაური იყო და გადააცილა ამერიკაში ყოფნის ვიზის ვადას, დარჩენა უნდოდა, მაგრამ დაიჭირეს და გამოასახლეს, გამოიყვანეს ამერიკიდან და დატოვეს ელის აილენდზე და ებრძოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თავს იცავდა და ამბობდა, რომ არ გადაუცილებია, როგერმა გაასწრო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში სამწუხაროდ შესვლა მას აუკრძალეს და გაუშვეს უკან ევროპაში ეს პეტერსონი. აი ესეთი ისტორიული პერსონაჟები შეგვხვდებათ. მაგრამ გარდა აი ამ საინტერესო ისტორიული ვიკითხოთ მონათხრობისა, ისტორიული პერიოდების მონათხრობისა, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა თემებიც ვითარდება, აქ არის მარტოობა, გადასახლება, აი ამ ადამიანებს რომ უყურებ სადომიდან გადასახლებაში, მარტოობა თვითონ იმ ჯონ მიტჩელის, რომელიც თავის ამბავს ხვება, სინანული, სინდისის ქეჯნა, იმიტომ რომ აქვს რაღაც გასახსენებელი, აქვს რაღაცა მოსაყოლი. 45 წელი გაატარა ამ კუნძულზე, რაც სამსახური დაიწყო და ცოტა ხანში ცოლიც მოიყვანა, ცხოვრობდნენ ამ კუნძულზე. მას სხვა ცხოვრება არ უნახავს. მთელი ცხოვრება უყურებდა აი ამ ჩამოსულ იმიგრანტებს. შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ნახა, ვიდრე სხვა ნახავდა, სხვაგან რო ეცხოვრა, კაცმა არ იცის და უფრო მეტი ტიპის და ამის თქვენ თქვით, სოფლიოში მოგზაურა, ისე რომ იმ კუნძულიდან არ გასულა, დაახლოებით ეს აზრი გავიგეთ. მართალია იმ კუნძულზე იყო, იქიდან არ გასულა, მაგრამ უამრავი ტიპის ადამიანი ნახა და ბაბილონის გოდოლსაც ადარებს ერთ-ერთ ადგილას ტექსტში ადამიანთა ლაპარაკს, იმიტომ რომ უამრავი ენა და უამრავი ხმა ესმოდა და დიალექტი იქ ყოფნისას. ბოლოს იქამდე მივედი, რომ მართალია ენა არ ვიცოდი, მაგრამ მეტყველებით და დიალექტით ვარჩევდი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ბოლოს ამბობს.
და აი ამ ძალიან ისეთი თბილი ნაწარმოებია, სენტიმენტალური, გულში ჩამწვდომი, აი საინტერესო ისტორიულ ფონზე მიდის თხრობა და ამავე დროს აი ამ პიროვნების განცდებია. წერალი თითქოს თვითონ ჩავიდა ელის აილენდზე, ჩასახლდა ჯონ მიცჩელში და აი რაც შეიძლებოდა მას განეცადა იმ ბოლო დღეს იმ ადგილის დატოვებისაც, სადაც 45 წელი გაატარა და ეს უბრალოდ გატარებული წლები არ იყო, ეს არის საოცარი გამოცდილების საოცარი ცხოვრება ნახა მან და გამოცდილება მიიღო. აი რაც შეიძლებოდა ეგზნო, ეს ყველაფერი არის გადმოცემული ისე რომ, რა ვიცი, მე მგონი არაფერი დაუკლია მწერალს, ძალიან მიკვირდა კიდევაც თარგმნისას, რომ აი ამაზეც იფიქრა და ეს განცდაც კი არ გამოტოვა და ესეც შეიძლებოდა მომხდარიყო და ესეც შეიძლებოდა განეცადა ამ ადამიანს. ისიც საინტერესოა, რომ ძალიან დადებითი პიროვნებაა, თვითონ თავარი პერსონაჟი ერთგულია თავისი საქმის, აი ამ თვალსაზრისით ვამბობ. თავისი საქმის ერთგულია და როგორც აი ბოლო დღეც არის, ბოლო დღესაც გააკეთებს ჩამოვლას, ყველაფერს შეამოწმებს, სადაც რა ყველაფერი წესრიგში დატოვოს და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი აზრი ამ ნაწარმოებზე. ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გაგვანებივრეთ საკუთარი გამოცდილებით უშუალოდ ადგილიდან და ციტატებიც ძალიან საინტერესოდ იყო არჩეული ჩემი აზრით და რაღაც მართლაც ვფიქრობ, რომ შევძელით, რომ სურვილი გაგვეჩინა მკითხველისთვის, რომ ეს წიგნი ხელში აიღოს და თვითონ გაეცნოს, თვითონაც ჩაეფლოს ამ თავარი პერსონაჟის გონებაში, მის მოგონებებში და მასთან ერთად გაიხსენოს თავისი ცხოვრება და შეიძლება სხვამაც ძალიან ბევრი რამე პარალელი გაავლონ დღევანდელობასთან, საკუთარ ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. კიდევ ერთხელ წიგნს გამოვაჩენ, სადაც ფონზე არის სწორედ თითი ძველი ფოტო აღებული. ფოტოები შემორჩენილია სხვათა შორის ამ ემიგრაციის სამსახურში ჩამოსული იმიგრანტების და ერთ-ერთი ფოტო აქვს წიგნს ყდად. ასე რომ წაიკითხავთ, ძალიან ისიამოვნებთ ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ ჩვენ პროექტის მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში ფარგლებში 8 თანამედროვე ევროპელი მწერლის ქართული თარგმანების ონლაინ პრეზენტაციები. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად და გვისმენდნენ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა მსმენელებს. მომავალ შეხვედრამდე იმედია კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვექნება. დიდი მადლობა. ნახვამდის.